გამარჯობათ, სანამ ჯანდაცვის ეკონომიკის საკითხებს შევისწავლიდეთ, განვიხილოთ თუ რა პრობლემები არსებობს ჯანდაცვის სფეროში. ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა საქართველოს ყველა მოქალაქეებს. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის არსებული მდგომარეობა და მისი მომავალი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ჯანდაცვის სისტემა ყოველთვის და ყველგან პრობლემების წინაშე დგას. თითქოს პერმანენტულ კრიზისშია. Free healthcare is not free. Stop the madness. Radical concept, free market healthcare. And for-profit industry has no place in a just healthcare system. Held dozens of rallies and talks across the United States. One nation, one plan. Can we do it? Yes, we can. თუ საქართველოს სამყოფოებში საწოლების და პერსონალის სიჭარბეა, დიდ ბრიტანეთში პირიქით საწოლების დეფიციტია. შედარებისათვის, საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონში და მხოლოდ 34.9%-ში ადგას 2007 წლის მონაცემებით. როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში 71.3%-ში ადგას 2009 წლის მონაცემებით. პოლიტიკოსები გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხები არასაკმარისია და საჭიროა მისი გაზრდა. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანდაცვაზე ყველაზე მეტი იხარჯება მთლიანი შიდა პროდუქტის 17%. მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში საშუალოდ 8.1%-ში ადგას. ხოლო ჯანმრთელობის მაჩვენებლები გაცილებით ნაკლებია განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით. ზურაბ ფუტკარაძის თქმით, ჩვენთან ჯანდაცვაზე ქვეყნის ბიუჯეტის 5% იხარჯება. ეს მაშინ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით საერთო თანხიდან სულ მცირე 10% უნდა იხარჯებოდეს. თუ 10% გახდება, ესე გაორმაგდება სულ მცირე აი ესეთი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და უკვე რაღაც შეღავათ იქნება მოსახლეობისათვის. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მთლიანი მოცულობით იმ სამედიცინო დახმარებას, რომელიც ესაჭიროება მოსახლეობას. მთლიანად ვერ ფარავს. მთელი ტექნოლოგიები, რომელიც საჭიროა თქვათ ამ დაავადებების მოვლისა და პატრონობისათვის და მათი არდაშვებისათვის, სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო სახელმწიფოში ჯერჯერობით არ არის. საზოგადოება დაუსრულებლად კამათობს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე. ისმება კითხვა, რომ თუ რატომ არის ჯანდაცვის სექტორი ასეთი პრობლემური და მუდამ საკამათო? რატომა რომ არასდროს არ არის საკმარისი დაფინანსება? რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნილებები ჯანდაცვის სფეროში. როგორ გადავწყვიტოთ აღნიშნული პრობლემები? ამ და სხვა მრავალ კითხვებს პასუხი რომ გავცეთ, აუცილებელია ჯანდაცვის ეკონომიკის ძირითადი პრინციპების განხილვა. უპირველეს ყოვლისა, ალბათ ზედმეტი არ იქნება ვიცოდეთ თუ რას ფიქრობს მოსახლეობა ჯანდაცვის წინაშე მდგარ პრობლემებზე. რადიკალური მასტოქომიის სიმსივნის მეორე სტადიის დიაგნოზით 44 წლის ნინო დოლუზაშვილს სასწრაფო ონკოლოგიური ოპერაცია გაუკეთდა. ქალბატონი ნინო აცხადებს, რომ მისი ოპერაცია, ანალიზები და ყველა საჭირო პროცედურა 3000 ლარზე მეტი დაჯდა. ასეთი ხარჯი კი მისი ოჯახისათვის საკმაოდ დიდი ტვირთი იყო. ონკოლოგიური პაციენტებისათვის საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს. პროგრამაში ასაკობრივი ბარიერი 2009 წლიდან ჩნდება და პროგრამის მოსარგებლები ხდებიან ბავშვები, ასევე 60 წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეები. ქალბატონ ნინოს ჯანდაცვის პროგრამა არ შეეხო. ის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ასაკობრივ ზღვარს ვერ აკმაყოფილებდა. ის ბიუჯეტი, რომელიც ონკოლოგიისთვის არის გამოყოფილი, რასაკვირველი არ არის საკმარისი. შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დიდია იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ვერ ხვდება აი ამ ვერცერთ კატეგორიაში და მათ უწევთ ამის გადახდა. ეს მათთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე აცხადებს, რომ ონკოლოგიის სფეროში მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად საქართველოს საკმარისი რესურსები არ გააჩნია.
იმისათვის, რომ ონკოლოგიის მთლიანი მოთხოვნილება საქართველოში დაკმაყოფილდეს, საჭიროა ჩვენ ჯანდაცვის ბიუჯეტში რაც თანხები გვაქვს, თითქმის ორჯერ იმაზე უფრო მეტი. რისი საშუალება ჯერჯერობით საქართველოს არ გააჩნია. მოსახლეობის გამოკითხვით, თუ რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, სხვადასხვა პასუხებს მივიღებთ. ერთი ნაწილი თვლის, რომ თუ ადამიანი არ მისდევს ცხოვრების ჯანსაღწევს, რატომ უნდა იხარჯებოდეს მათი ინფორმირების ან განათლების ასამაღლებლად საზოგადოებრივი თანხები. ზოგიერთი თვლის, რომ დაავადებათა მკურნალობაზე მეტად მნიშვნელოვანია დაავადებათა პრევენციაზე თანხების ხარჯვა. თანხები დაიზოგოს და აი ამ ქირურგიულ პრევენცია, პროფილაქტიკაზე უნდა დაიხარჯოს თანხები. ცხოვრების ჯანსაღი წესი უნდა დამკვიდრდეს და პროფილაქტიკური გასინჯვები უნდა იყოს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვა არის ადამიანის ძირითადი უფლება. დეგი ყველასათვის უნდა იყოს უფასო. The market is the wrong model. Healthcare is not a commodity. It is a human right. That we're talking about creating a health system like there are in all of the other industrialized nations so that every person in this country can get the health care that they need. We have enough money right now in this country to provide care to everybody if we ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის პერსონალური პასუხისმგებლობაა. Healthcare is not a right. Healthcare is a responsibility. We are free to make our own way. ახლა ვკითხოთ პოლიტიკოსებს, თუ რას ფიქრობენ ისინი ჯანდაცვის წინაშე მდგარ პრობლემებზე. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვა არის ადამიანის ძირითადი უფლება. დეგი ყველასათვის უნდა იყოს უფასო. პოლიტიკოსების აზრით, სამართლიან და თანასწორუფლებიან საზოგადოებაში მაღალხარისხიანი სამედიცინო დახმარება ყველა მოქალაქისათვის უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი და სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად. Is healthcare in America a privilege, a right, or a responsibility? I think it should be a right for every American. In a country as wealthy as ours, for us to have people who are going bankrupt because they can't pay their medical bills. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის პერსონალური პასუხისმგებლობაა. You have said before that you feel that healthcare is not a right. Can you justify that? I think very easily. I mean, you have a right to your life and you have a right to your liberty. You ought to have a right to keep what you earn in a free country. But you don't have a right to stuff. You don't have a right to services or things like a house or a job, because in order to get that, the government would have to take it from somebody else. So the most you can expect in a free society is for government to make an attempt at protecting rights, not to try to redistribute wealth. If you do that, all people lose. ახლა ვკითხოთ ეკონომისტებს. ბევრი ეკონომისტის მტკიცებით, ამ პასუხების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი მოსაზრებები და ღირებულებები არეულია ფაქტებთან. ეკონომისტების აზრით მნიშვნელოვანია, რომ ფაქტები განვასხვაოთ ღირებულებებისა და მოსაზრებებისაგან. ეკონომისტების თვალსაზრისით, სახელმწიფოს ამოცანას არ წარმოადგენს სამედიცინო დახმარების თანაბარი ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვაზე მთლიანი მოსახლეობის თანაბარი უფლებები. საზოგადოებრივი თანხები უნდა იხარჯებოდეს სამედიცინო მომსახურების მხოლოდ იმ სახეთა დასაფინანსებლად, რომლებიც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების უფრო ეფექტურ შედეგებს განაპირობებენ, ანუ პრიორიტეტების დადგენა. როგორც ხედავთ, პოლიტიკოსებსა და ეკონომისტებს ერთმანეთისაგან განსხვავებული მიზნები აქვთ. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ჯანდაცვა არის ადამიანის ძირითადი უფლება და იგი ყველასათვის უნდა იყოს უფასო. ეკონომისტი ფიქრობს, რომ ჯანდაცვაზე გამოყოფილი შეზღუდული სახსრები განაპირობებენ სამედიცინო მომსახურებაზე არათანაბარ ხელმისაწვდომობას და ჯანდაცვაზე მთლიანი მოსახლეობის არათანაბარ უფლებებს. პოლიტიკოსი აკეთებს განაცხადს იმის შესახებ, რომ თუ როგორი უნდა იყოს ჯანდაცვა, ანუ რას ისურვებდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეკონომისტი კი ლაპარაკობს როგორც მეცნიერი. ის აკეთებს
მეცნიერულ განაცხადს იმის შესახებ, თუ როგორია რეალურად მდგომარეობა ჯანდაცვაში. როგორ მოქმედებს ჯანდაცვის სისტემა. Saying that healthcare is a right, saying that healthcare is a fundamental human right is one of those simplistic nonsense slogans because it completely avoids the real problem of how do you make healthcare better, cheaper, and safer so that we can save more lives. And in Medicare, we've tried to make healthcare a right for seniors, and look what's happened. We're wasting billions, hundreds of billions of dollars every year on useless medical care. Medicare is driving down the quality of care. It's making healthcare more expensive, not just for the taxpayers who have to fund the program, but for the rest. ანუ ერთი მხრივ გვაქვს ფაქტი, თუ როგორია ჯანდაცვა, ხოლო მეორე მხრივ გვაქვს თვალსაზრისი, თუ როგორი უნდა იყოს ჯანდაცვა. უფრო ზოგადად რომ თქვათ, არსებობს სამყაროს შესახებ ორი სახის მტკიცებულება. თუ როგორია სამყარო, როგორ მოქმედებს სამყარო, ანუ ეს არის რეალური სამყარო და მეორე მხრივ გვაქვს მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამყარო. თუ როგორი ცვლილებების შეტანას ისურვებდა სამყაროში, ანუ ეს არის უკვე იდეალური სამყარო. აღნიშნულის მიხედვით ანსხვავებენ პოზიტიურ და ნორმატიულ ანალიზს. პოზიტიური და ნორმატიული ეკონომიკური თეორიის მიხედვით. პოზიტიური ანალიზი აღწერითი ხასიათისაა და მდგომარეობას მიხატავს ისეთს, როგორიც ის არის. ანუ აღწერს სამყაროს ისეთს, როგორიც ის არის. ხოლო ნორმატიული დებულებები, ნორმატიული ანალიზი სარეკომენდაციო ხასიათისაა და გამოხატავს თვალსაზრისს. იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამყარო. პოზიტიური ანალიზი იკვლევს ეკონომიკური მოვლენების ურთიერთკავშირს, როგორც ის არის, მაგალითად მედიკამენტებზე ფასის ზრდა განაპირობებს მასზე მოთხოვნის შემცირებას. ან ასეთი მტკიცება. ჯანდაცვაზე გამოყოფილი შეზღუდული რესურსები განაპირობებენ სამედიცინო მომსახურებაზე არათანაბარ ხელმისაწვდომობას და ჯანდაცვაზე მთლიანი მოსახლეობის არათანაბარ უფლებებს. ან მეორე განაცხადი, მომხმარებლის მხრიდან ჯანდაცვაზე პირდაპირ გადახდების სისტემის შემცირება ზრდის ერთ პირზე ჯანდაცვის დანახარჯებს. ამ მტკიცებულებებში არ არის არანაირი ნორმატიული შეფასებითი მსჯელობა. იგი მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა. ამ დროს არ არის ლაპარაკი იმაზე, თუ რამდენად სამართლიანია იგი.